სამეულში ბოლომდე ბუნებრივია შემოცამეულში. კეთილი გისურვებთ წარმატებას, დიდი მადლობა. დღეს კი რუსთავის მეტალურგიული ქარხანა ახალი პროდუქციის საბურღი და გასადენი მილების წარმოებას იწყებს. კომუნისტების დროინდელი წარმოების აღდგენა Georgian Steels 4 მილიონი დოლარი დაუჯდა. საგრინავი დგანი, რომელიც არის უნიკალური, გამომდინარე იქიდან, რომ ის უშვებს მაღალი დიამეტრის მილებს, მისი სპექტრი არის 193 მმ-დან 426 მმ-მდე, ხოლო კედლის სისქე 7 მმ-დან 55 მმ-მდე, რაზეც ეს არის უნაკერო მილები, რომელსაც თელ სოფლიოში არის საკმაოდ დიდი მოთხოვნა და ეს არის ყველაზე მაღალღირებული პროდუქტი მილის სეგმენტში. სამქროს მაქსიმალური სიმძლავრე წელიწადში 350.000 ტონაა. ამ ეტაპზე უკვე 800 ტონის შეკვეთა აქვს. ავიღეთ პირველი შეკვეთა, რომელიც მიდის ევროპაში, კერძოდ იტალიაში. და შემდეგ მოხდება მასი მატერიალიზაცია გერმანიის, საფრანგეთში და იტალიაში. კომპანიას წარმოებისთვის საჭირო მასალა ამჯერად რუმინეთსა და უკრაინაში ეგულება. თუმცა წელიწად ნახევარში 45 მილიონ დოლარად ჩამომსხმელ ხაზს თავადვე აწყობს და ნედლეურით საკუთარი ექნება.